გამარჯობა, მე ვარ მარიკო. და დღეს ვისაუბრებ დეპრესიაზე. სამწუხაროდ ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის რაღაცა პოპულარობის მიზნით და ეს ტრენდულია დეპრესია და ასე შემდეგ. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ დეპრესია ტრენდული ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ არის დაავადება, თანაც ფსიქიკური. და რომელსაც სჭირდება სერიოზული დახმარება, ცალკე ფსიქოლოგიური, გააჩნია რა დონეზია, ცალკე მედიკამენტოზური და ასე შემდეგ. ჩემს შემთხვევაში ხა საიდან დაიწყო? მე მაქვს ADHD, ეს არის ჰიპერაქტიულობისა და გონება გაფანტულობის სინდრომი. უფრო მარტივად რო გიხსნათ თქვენს ენაზე, მე ვარ ადამიანი, რომელსაც გარკვეულ მომენტებში რაღაცის მიმართ უჩნდება ძალიან მუდმივი, ესე ვთქვათ, აკვიატება და აკვიატებაში გულისხმობ აკვიატებას, ანუ რაც შეიძლება ესე ვთქვათ, არასწორად და არაჯანსაღად იყოს აღქმული და გონება გაფანტულობა არის, როდესაც რაღაც არ გინდა, რომ გააკეთო და მე იმდენად მაგრამ გასაკეთებელი აქვს, მაგრამ იმდენად არ გინდა იქ ყველაფერიო, მე შეიძლება გონებამ რაღაცები დაივიწყოს. ამჟამად მე მაქვს დეპრესია, ნევროზი და მთელი ამბები, იმიტომ რომ მთელი ბავშვობის ფობია, ჩემი კბილების ამბები და ზოგადად არ მიყვარს თვითონ ფიზიკურად რომ ეხებიან და ჩემი ურთიერთობა ექიმებთან არ გამოირჩევა დადებითად, სიმართლე გითხრათ. და სამწუხაროდ ცუდი ამოცდილება მაქვს და დამატებით ჩფოთვითი აშლილობა, რასაც ემატება ეს ყველაფერი ერთად. და დაახლოებით ერთი თვის წინ ალბათ საკმაოდ მეტყვი კბილი და გადავწყვიტე რომ მეკურნავა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან გაიწევა რამდენიმე დღე, ჯერ სანამ დავწყმარდებოდი, რომ იმ შოკისგან გამოსულიყავი, როგორც მეტკინა კბილი. იმის მერე გადავწყვიტე რომ მივსულიყავი კბილის ექიმთან, მე ექიმმა მითხრა რომ შენ ისეთი ნერვოზი გაქვს, შენ მეო არ გამაკეთებინებ არაფერსო, ჯობიაო დაიძინო. მე მოვძებნე 1-2 კლინიკა, მივედი იქ, სადღაც 4000 მითხრეს, რომ 8 კბილი ამოგიღოთო. 4000 ამოდ არ მაქვს. არც მგონია რომ საერთოდ მე შეგროვდეს მაგდენი. თანდავე მე გადავწყვიტე რომ ისევ ჯობია ჩემით გადავლახო შიში და ამ ერთ კბილს მოუარო მეთქი და იმის მერე კიდე რამდენჯერმე გადავდე. ხა აღმოჩნდა რომ კიდე სინჯზე უნდა წავიდე. მაგრამ ეს ყველაფერი რა, ეს ერთი თვის განმავლობაში ამდენი გათენებული ღამეები არ არის, მაგრამ როგორია იცით რომ აი, როდესაც შენ თვითონაც იცი რომ ეს საჭიროა, მაგრამ ვერ ბედავ და მე შესთავსაც ეჭყობები რომ ვერ ბედავ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხარ, მაგრამ დიდობაზე არ არის რა. ზოგჯერ მაგას, ანუ ასაკთან არაფერ შუაში არ არის, როცა რაღაცის შიში და შფოთვა გაქვს, როდესაც საკვიატებული გაქვს აი ეს რაღაცა არარსებული ფანტაზია, შენი შიშები გაზვიადებული და ამ ყველაფრით ცხოვრება გიწევს.